პავლე მოციქული ასე გვეუბნება მობაზავ ჩვენ და იქმენით თან ჩემდასაც არ ამბობ ჩვენ და ანუ მარტო პავლე ამბობს მარტო მე კი არა ვარ ეს არის დასი და დასი ადამიანებისა და უფლისა და შეიწყნარეთ სიტყვა იგი და როგორ შეიწყნარეთ რანერად ვიწყნარებ ჩვენ ამ სიტყვას ჭირსა შინა მრავალსა და აი აქაც უცნაური სიტყვათა წყობა ჭირსა შინა ანუ ჭირსა შინა კი არა ჭირსა შინა მრავალსა ადამიანებს რო აქვთ ეს განსასწრელი და სულ ვეუბნებით ეს განსასწრელი დამთავრდება და აუცილებლად დაიწყება სხვა არ არსებობს რომ არ დაიწყოს გამორიცხულია სანამ ჩვენ პირში სული გვიდგავს ხორციელად ყოველთვის ერთ განსასწრელის დამთავრებას მოყვება მეორე და ასე ბოლომდე ამიტომ ჭირი მრავალია არის იქნება მაგრამ აქ არის უცნაური სიტყვათა წყობა ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა თან ჭირში ხარ თან გიხარია და რატომ სიხარულითა სულისაწმინდისათა იმიტომ რომ უფალი არ გტოვებს ამ განსასწრელში არ გტოვებს და ეს არის შენი ჯვარი რომელიც უნდა აიღო რომელსაც ღმერთი ასე არ განთავისუფლებს მან პირიქით გითხრა აიღე ჯვარი და გამომყევი აი ეს და აი ამ ძიმე გზაზეც და თან სიხარულით ახსოვს გზაზეც მაგალითები არიან წმინდანები რომელთა მიბაძვითაც ჩვენ ქრისტეს ვბაძავთ